ინტერნეტ აბების დღე გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, საბა ხვედელიძესთან ერთად, გასულ პარასკევს ჩვენ გაგაცანეთ პოპულარული ინტერნეტ ამბები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მაყურებლის მხრიდან, ასევე ინტერნეტ მომხმარებლების მხრიდან. დღეს როგორც აღნიშნე საბა ხვედელიძე ისევ ჩვენთან ერთადაა შუადღის სტუდიაში და ახლა თავად გვეტყვის რომელი ამბები სარგებლობდა ყველაზე დიდი პოპულარობით სოცქსელებში, ვის ქონდა ყველაზე მეტი ნახვა და რა მიიპყრო ინტერნეტ მომხმარებლების ყურადღება. საბა გამარჯობა. როგორ ხარ პირველ რიგში? გამარჯობა. შუადღე მშვიდობისა. კარგად, თავად როგორ ხართ? გაიხარე, ძალიან მიხარია რომ ერთად ვართ სტუდიაში. მოწყურებულები ვართ ინტერნეტ ამბებს და ველოდებით შენგან და მნიშვნელოვანია ისიც რომ შენ მხოლოდ ამბებს კი არ გვაცნობ, პატარა ანალიზსაც აკეთებ როგორც Gen Z ხო და მოკლედ ველოდებით შენს ამბებს და ანალიზს. ძალიან კარგი, იმიტომ რომ დღეს მთელ დღეს დავუძღვებ მე ხელოვნური ინტელექტზე საუბარს. ბოლო დროს ალბათ თქვენ შემოგხვედრიათ ძალიან ბევრი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მასალა, იქნება ეს ვიდეოები თუ ფოტოები. თავდაპირველად, როდესაც ამ საკითხზე ბუმი იყო და ძალიან ბევრი ეგეთი კონტენტი გვხდებოდა, Gen Z დარწმუნებული იყო იმაში, რომ ყოველთვის შეძლებდა ამ ვიდეო მასალის ნამდვილი ვიდეოებისგან გარჩევას. კი, თუმცა დღეს ისე დაიხვეწა ტექნოლოგია, რომ ცოტა ჩვენც გვიჭირს და ამას ვაღიარებთ კიდევაც. მაინტერესებს, მე დღეს დავინტერესდით, თქვენ რამდენად შეძლებთ ამ ვიდეო მასალისგან და შეგვიძლია ვნახოთ პირველი ვიდეო. ეს ხელოვნური ინტელექტია, მე შემიძლია პირდაპირ რატომ გადაწყვიტა? ხელოვნური ინტელექტი აუცილებლად. რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტი. შეიძლება ახლა შემოაჩდეს ამ დათვს ეს ქალი და გაფრინდეს რაღაც როგორც წესი ასე მთავრდება ხოლმე ესეთი ვიდეოები. პირველი ვიდეო შედარებით მარტივი იყო და თქვენ სწორად გამოიცანით, ეს არის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული. შეგვიძლია მეორე ვიდეოც ვნახოთ ახლა. ერთ წუთი, სანამ მომდევნო ვიდეოს ვნახავთ, მაყურებლისთვისაც კარგად გასაგები რომ იყოს, ან რატო ვთვლით რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტი. ნუ პირველ რიგში ლოგიკურია. შეიძლება ეგეც და თან რა ვიცი, როგორი მოშინაურებული უნდა ყავდეს ახლა ეს დათვი ამ ქალბატონს რომ რეაქცია არ კონდეს, რა. შეიძლება ეგ, მაგრამ აი ეს მოძრაობები მისი, ანუ აი ხა. აი ეგ მოძრაობა, ხო. ისეთი როგორც არ არის. მოკლედ აი დეტალებს თუ დავაკვირდებით, დავაკვირდებით, მივხვდებით რომ ხელოვნური ინტელექტი. შემდეგი და ასე ახლოსაც არ მივიდა დათვი ადამიანთან სავარაუდოდ. კი, მეორე ვიდეო შეგვიძლია ვნახოთ ახლა. ეს შევხედოთ უკვე ეს რეალურია. რეალურია პატუცემ. ჩემი აზრითაც რეალურია. ერთ წუთი ვნახოთ, აბა დაველოდოთ როგორ შევხედოთ. აი, კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ. რატო აწერია აბა ხელოვნური ინტელექტი? სორა აწერია იდეაში და ეს მენება. აი ეს არის ცოტა არარეალური, მაგრამ რეალურია. ნამდვილი ვიდეოა. ეს არის ის აპლიკაცია, საიდანაც უბრალოდ ვიდეო არის. ნამდვილი ვიდეოა. კოლგა შემოდის კადრში, ის წვეთები ისე რეალურად ჩამოდის, რომ რეალურია. 1-2-0. აღარ უნდა ლაპარაკი. ანუ გავიგე, მაგრამ ნახე, მეც მგონია რომ რეალური, ანუ ვიზუალურად არ ეთყობა, რომ შეიძლება ეს იყოს ხელოვნური ინტელექტის დაგენერირებული, მაგრამ ეს ადამიანები ასე შვიდად და წყარად ანუ იმიტომ რომ გადასვლა უნდათ და წყალმა წაიღო ხიდი რა. თვითონ ხალხსაც წაიღე. სახლი ცოტა აღეინათ. თუ მივა წავლენ რა. კარგი, შემიძლია გითხრათ პასუხს თუ გენერირებთ. მოკლედ თქვენ მარიამის ის უნდა დაგეჯერებინათ, იმიტომ რომ ეს ვიდეოც არის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული. შეგვიძლია ვნახოთ ახლა მესამე ვიდეო. წავაგეთ. ჯეზის ეს ხელოვნური ინტელექტია, ნახე მაქვს ეს ვიდეო. ჩემი გაკეთებული. ჩემს არ უნდა გეთქვათ უნდა ნახეთ ხომ და გვესწია იყოს ხა წარმოუდგენელი. აი რანაირად უნდა იყოს ეს რეალური. ცალმაგარი იქნება ეს რეალური იყოს. ხო, თან ვითომ საქართველოს კამერის გადაღებული. მე სიმართლე გითხრათ, თავიდან რეალური მეგონა კომენტარების სექციაში რომ გადავედი მე მივხვდი რომ ფაქტია ხო, რატო უნდა კურდღელს. ხო. და მეოთხე. კი, მართლა ვეხართ და შეგვიძლია ვნახოთ მეოთხე ვიდეოც. აი მე სად დიდი ხანი ვუყურებდი ამ ვიდეოს, ისე მომეწონა. ცუთი დავაკვირდეთ ყველაფერს. ეს რეალურია, რატო ახლა? მე. აი ამ ბოლო მომენტით მივხვდით რომ ალბათ ეს არის ხელოვნური ინტელექტია ალბათ, ხო, ეხა ის რას აკეთებს იქ? გავიჯერო 4 ვიდეო ხელოვნური ინტელექტია, რადგან ბავშვი იცინის რაღაცა არ არის. არ არის ბუნებრივად, კი. ხელმისაწვდომაც არ ბავშვი ტირის. რომელია საბა გითხარი? ეს ვიდეოც არის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული. ყველა ვიდეო რაც განახეთ იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული. და მინდა გითხრათ რომ თქვენ შეძლებთ უმეტეს შემთხვევაში შეძლებთ გაარჩიოთ ერთმანეთის. იქ მოგვატყუა რაღაცა ცირე ვიდეო მაქვს ხათი შორის საგრემიოროდან და მაინტერესებს მაგრამ მე გაჩვენებ მაგას მაყურებლისთვისაც მე შეგვიძლია განვიხილოთ და ეს აუცილებლად ასე თუ არის ხელოვნური ინტელექტი. ხო ყველაფერი
საბა, შემდეგი ამბავი რა გაქვს? ისევ ხელოვნური ინტელექტზე ვაგრძელებთ საუბარს და უნდა ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტი აქტუალურად გამოჩნდა სოციალურ ქსელებშიც. მეტა გეგმავს, რომ Facebook და Instagram მომხმარებლების საჯარო პოსტების, ფოტოების, ვიდეოების და კომენტარების გამოყენებას აპირებს ხელოვნური ინტელექტის დასახვეწად. კომპანიამ განმარტა, რომ AI სწავლებისათვის მხოლოდ იმ შიგთავს გამოიყენებენ, რომლებიც მომხმარებლებმა საჯაროდ გამოაქვეყნეს. ევროპელი მომხმარებლების პირად მონაცემებზე კი ხელოვნურ ინტელექტს ჯერჯერობით წვდომა არ ექნება. მათივე განცხადებით, ხელმისაწვდომი არც არასრულწლოვნების მონაცემები იქნება. მეტას წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიზანი უფრო ზუსტი და მრავალფეროვან კულტურაზე მორგებული AI-ის შექმნა. ეს იქნება სისტემა, რომელიც რეალური, ბუნებრივი და სოციალური და კულტურული კონტენტიდან ისწავლის. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, კომპანიის მსგავსი ნაბიჯები აჩენს მომხმარებლების კონფიდენციალურობაზე. მეტას მკაცრი მოთხოვნები წაუყენეს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის მარეგულირებელმა უწყებებმა, მათი თქმით, ტრენინგისათვის მონაცემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს ეძლევათ მარტივი და ხელმისაწვდომი გზა უარი თქვან საკუთარი მონაცემების დამუშავებაზე. ამასთან მეტამ უნდა უზრუნველყოს ცხადი და არადამაბნეველი შეტყობინება იმის შესახებ, თუ რას აკეთებს რეალურად მისი AI. როგორც მეტა ამტკიცებს, სისტემა გამჭვირვალე იქნება, ხოლო მომხმარებლებს ყოველთვის შეეძლებათ არჩევანის გაკეთება მათი მონაცემების დამუშავებაზე. სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ, რომ გარდა სოციალური ქსელებისა, ხელოვნური ინტელექტი აქტიურად გამოჩნდა მუსიკალურ ინდუსტრიაში. კი, სამწუხაროდ, Warner Music Group-ი ტექნოლოგიურ სტარტაპ Sunos-თან ერთად ახალ ხელოვნურ ინტელექტის პროექტის დაწყებას აპირებს. ზუსტად 1 წლის შემდეგ, რაც კომპანიამ სტარტაპს ლიცენზირებული მუსიკის გამოყენების ბრალდებით უჩივლა. მიუხედავად იმისა, რომ Nicki Minaj-მა, Billie Eilish-მა და 200-მა გავლენიანმა მუსიკოსმა ხელი მოაწერა პეტიციას ინდუსტრიაში AI-ის გამოყენების შეზღუდვაზე სასამართლო პროცესების შემდეგ, Warner Music Group-მა და Suno-მ შეთანხმებას მიაღწიეს და ახლა ერთად აპირებენ, ერთობლივ პროექტზე მუშაობას აპირებენ. როგორც ცნობილი გახდა, თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება ლიცენზირებული AI მოდელები, რომლებიც მუსიკის გენერაციას კანონის ფარგლებში საავტორო უფლებების სრული დაცვით მოახერხებენ. უნდა განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს. ამ შეთანხმებით Sunos ექნება უფლება დაამუშავოს და გამოიყენოს მხოლოდ ის ვოკალური მასალა, კომპოზიციები და ჩანაწერები, რომლებზეც Warner Music Group-ს უკვე აქვს საავტორო უფლებები. ან კონტრაქტული კონტროლი აქვს ამ მუსიკაზე. მათ შორის არის Dua Lipa-ს, Coldplay-ს და Ed Sheeran-ის კატალოგები. თუმცა, როგორც კომპანია განმარტავს, არტისტებს ექნებათ შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ, დაამუშავებენ თუ არა საკუთარი ხმის ტემბრის, სტილის და ნამუშევრების გამოყენება თუ გახდება ხელმისაწვდომი AI მოდელებისათვის. ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი მუსიკალურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი გარდასახვაა და მნიშვნელოვანი გარდატეხაა, როდესაც დიდი ლეიბლები AI-ისთან დაპირისპირების ნაცვლად მათთან თანამშრომლობას იწყებენ. ამ ყველაფერზე გააკეთა კომენტარი პოლ მაკარტნიმაც, მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ეწინააღმდეგება მუსიკოსი და პროტესტის ნიშნად მან მდუმარე სიმღერა გამოუშვა. ჩანაწერი, ახლა ვაგეტყვით, რაც მოიცავს ეს მდუმარე სიმღერა. ხო, ზოგადად არ არის გასაკვირი, ხო, პოლ მაკარტნი რო ეწინააღმდეგება. ნამდვილად არ არის გასაკვირი პოლ მაკარტნის ესეთი დამოკიდებულება და მან მდუმარე სიმღერაში ანუ ეს არის ჩანაწერი, სადაც სტუდიაში ჩაწერილი შემთხვევითი ხმები არის მთლიანად ამ სიმღერის განმავლობაში და მასში ვერ გაიგონებთ ვერც მუსიკოსის და ვერც ინსტრუმენტების ხმას. მომხერალმა შეგვიძლია ისიც ვთქვათ, საბა რომ აი პროტესტის ეს ფორმატს ალბათ სწორედ ესეთ დიდ ადამიანებს და ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ, არა? კი, საკმაოდ ორიგინალური ფორმა არის. უნდა აღვნიშნოთ, რომ მომხერალმა მე მოგასმენებ აქ. ზოგადად. აი ეს. სიჩუმია. სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ, რომ მომღერალმა ჯერ კიდევ გასულ წელს BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი მუსიკოსების ყოველდღიურობაში დიდი დოზით ერევა. პოლ მაკარტნის აზრით, ბრიტანეთის მთავრობამ არ უნდა დააკანონოს მუსიკის მითვისება ხელოვნური ინტელექტის კომპანიების სასარგებლოდ. მე გეტყვი, რომ ამ Suno-ს სხვათა შორის Suno, ხო? ხო. ვარ მომხმარებელი, სხვათა შორის და რამოდენიმე სიმღერა გავაკეთებინე და ძალიან ისეთია, კარგია, მაგრამ დასამუშავებელია ჯერ. მაგრამ რომ გითხრა რომ ვეთანხმებით ხო ამ ამბავს და მომწონს ხო მოგატყუებ, რადგან მუსიკოსი არის ის, რომელიც ამაში დებს სულს და გულს და ის მაგიტომ გამოდის ესეთი კარგი. იცი რა, აი
ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით მოკლედ ასეთია ჯერჯერობით სუნო და სუნო არ არის მხოლოდ ერთადერთი პლატფორმა კი ბატონო გასართობად შეიძლება რომ ადამიანებმა გამოიყენონ თუმცა მე მგონია რომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რა პლატფორმებიც და რესურსიც არსებობს ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული მუსიკისთვის მგონია რომ ვერ ჩაანაცვლებს ხელოვნებას ხელოვნური ინტელექტი მაგრამ არ გამოვრიცხავ იმას რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ რა თქმა უნდა ძალიან რთული იყოს გარჩევა რეალურია თუ ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებული მუსიკალური ნაწარმოები. 2-3 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩვენთვის რომ შეიქმნებოდა პლატფორმა უფასო შეხვიდოდი ტელეფონში და ჩაწერდი ტექსტს და დაგიწერდა მუსიკას. ეთყოდი რომ შენ ცოტა არ ხარ კარგადო და ამიტომ ახლა დღეს ყველაფერს 2-3 წელიწადში რა იქნება კაცმა? შორის მეგობრებო, ახლა მე მინდა რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ ერთ რამეს. ხელოვნური ინტელექტს თხოვე რომ დაეწერა სიმღერა შუა დღეზე. ვნახოთ რა გააკეთა, მეც არ ვიცი ოღონდ როგორ. რამდენს აკეთებდა თავიდან. ვნახოთ ვიდი აბა. კარგი, მოვისმინოთ ერთად, აბა ყურადღება. აბა მანახე. ოსრომათი და ხდება შუა დღეიცხება უსტავი ვიჯესით მოინთება ეკრანი სიცოცხლით ივსება მისი წამყვანები ერთი გუნდი ორი მარიამი ავტონიკა ევანი თამთა ექვსი ხასიათი ერთი განცნობა აი, ასეთი ჰიმნი დაიწერა სპეციალურად შუა დღის გადაცემისთვის. აი ეს არის სუნო, ეგრეთ წოდება. არ ვიცი, აი არა, საშიში არის, მაგრამ თუ შეხედავ ამას როგორც გართობის მხრივ, ძალიან კარგია გაერთობი, მაგრამ ნუ თუ ეგრე შეხედავ სერიოზულად ხოვდით რომ შუა დღისთვის დაიწერა ჰიმნი არ დაწერა და მარტივად ჩავანაცვლეთ. შეგვიქმნა უფასოდ. აი ასე. საბაბოდი შეგოყვანე. დავაერთეთ. მადლობა მოკლედ ჩვენ დაველოდებით ჩვენს რუბრიკას ყოველ აქტოვანებული ვარ შენი რუბრიკით. ნამდვილად, ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგე, რა თავიცადე. კი ბატონო. და გავიგებთ კიდე მომავალ კვირებში. აუცილებლად. წარმატებები. ახალმის.